ბრუნდები ძვირფას ტელემაყურებლებო პირდაპირ ეთერში და ძალიან საინტერესო გადაცემის მეორე ბლოკი გველოდება. სანამ დავაანონსებ ჩვენ სტუმარს, მინდა გადაცემის წამყვანად დაბრუნება მიულოცო ვაკო ყორღანაშვილს, ლიდერ ქალთა საზოგადოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს. ვაკო, ძალიან მიხარია დაბრუნება და იმედია სტაბილურად გავაგრძელებთ დილის ეთერს ენერგიულად პოზიტიური ისტორიებით. მე დავაანონსებ ჩვენ სტუმარს, ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრს ნანა ძულიაშვილს, მოგესალმებით. ძალიან ბევრი გვექნება დღეს სასაუბრო წარმატებაზე, ლიდერ ქალთა საზოგადოებაზე და ასევე კლიმატის ცვლილებაზე. ვაკო, გითხრობ ასპარეს და შემდეგ უკვე მე ჩავერთო. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს ძალიან განსაკუთრებული და საინტერესო ეთერი გვექნება, გარდა იმისა, რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ბიზნეს ეკონომიკურ ჭრილში, ასევე ლიდერ ქალთა საზოგადოების ჭრილში, პლუს განსხვავებული დღევანდელი ეთერი იქნება იმითი, რომ ვისაუბრებთ ასევე თანამედროვე ეკოსისტემაზე და ეკოლოგიურ განვითარებაზე, რომელსაც უფრო ფართოდსვლა ჩვენი ორგანიზაციის წევრი ქალბატონი ნანა ძულიაშვილი გვესაუბრება და ქალბატონი ნანა, მოდი ვისაუბროთ ჩვენს მაყურებელს თქვენ შესახებ, თქვენი საქმიანობის შესახებ, რომელსაც თქვენ ეწევით, იმიტომ რომ თქვენი საქმიანობა და ის მიმართულება, რომელთაც თქვენ ხართ ჩართული, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული და აკეთებთ ამ ყოველთვის ინტეგრაციას, არის მაყურებლისათვის დარწმუნებული ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და შეიძლება ითქვას სენსიტიურიც კი, იმიტომ რომ ეს ყოველი რაც ეხება უშუალოდ ეკოგანვითარებას, ეკომიმართულებას და ასე შემდეგ, ეს არის ის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ნებისმიერ ბიზნეს სექტორის წარმოადგენლისათვის გასათვალისწინებელია და რაც საყურადღებოა. მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით, მოხარული ვარ მოწვევისთვის და მივესალმებით ჩვენ მაყურებელს, რომელიც ახლა შემოგვიერთდება და ნამდვილად უყურებს ჩვენს გადაცემას, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელიც ეკოლოგია და ბიზნესი დაუკავშირა ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ჩემი მისია იყო ყოველთვის მეწარმოებინა ისეთი ბიზნესი და შემექმნა ისეთი საწარმოო მოდელები, რომ ქალები იქნებოდნენ განვითარებულები და მათ შეეძლებოდა ძალიან მარტივად ეწარმოებინათ ეკო-ბიზნესი, რაც შეეძლოთ ყოფილიყვნენ ეკონომიკურად დამოუკიდებელი ადამიანები. ამიტომ გადავწყვეტეთ ჩვენ მიგვემართა უკვე ეკოლოგიური სივრცისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ ეკოლოგია უნდა დავაფასოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და ეს მოდიოდა ჩვენი პიროვნული განვითარებით, ჯერ პირველ რიგში, ჯერ ჩვენ თვითონ უნდა ვყოფილიყავით ეკოსივრცის მოყვარული ადამიანები და შემდეგ უკვე გადაგვეცა ეს ბიზნესი ადამიანებისთვის და მიგვეწოდებინა ძალიან კარგი ისეთი მოდელები, რაც თითქმის ყველა ადამიანს, ანუ ყველა ქალბატონს ეს არ ეხებოდა ისეთ ადამიანებს, მაგალითად, რომლებიც ვერ ახერხებენ მაგალითად მუშაობას, ვერ გადიან, იმიტომ რომ ყავთ ოჯახები, შვილები, ვერ ტოვებენ მათ და აი ესეთი ადამიანებისთვის შევქმნით ძალიან კარგი პლატფორმები, რომელმაც ამ ქალბატონებს მისცათ იმის რეალიზება, რომ ყოფილიყვნენ განვითარებულები და ქონოდათ თავიანთი შემოსავლები. რა ტიპის ბიზნესებზეა საუბარი, იმის რომ გავაგებინოთ ჩვენს მაყურებელსაც, რას გულისხმობს თვითონ ეკო-ბიზნესის კონცეფცია და აი თქვენს გარშემო აი ეს ქალბატონები, როგორც თქვით, როგორც ახსენეთ თქვენი საუბრისას, რომელ დარგებში მოღვაწეობენ? ანუ ჩვენი ბიზნესი აწარმოებს ონლაინ სივრცეს და ეს არის უკვე ეკოპროდუქტების გამოყენება, რითიც შეუძლია თითოეულ ადამიანს დაინტერესდეს და გამოიყენოს პირადად და უკვე ინფორმაციები განავრცელოს. ეს უკვე შესწავლითი პროგრამები გვაქვს პლატფორმები, სადაც შეუძლიათ თავისუფლად გაეცნონ ყველანაირ ინფორმაციას და უკვე პირადად გავესაუბრებით თითოეულ მათგანს, ვინც კი მოისურვებს, რომ ჩვენი ეს ბიზნეს მოდელები განიხილოს. ქალბატონი ნანა, სანამ გადავალთ უშუალოდ ლიდერ ქალთა საზოგადოების ჭრილში შეკითხვების დასმაზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მე არაერთხელ გამიჟღერებია მნიშვნელობა ამ ორგანიზაციის თუ რას აკეთებს ის თავის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საზოგადოებისთვის, მანამდე აუცილებლად მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ჩვენ მაყურებლებს ხშირად ვანებიურებთ გაეროს
გააჩნიოს მდგრადი განვითარების მიზნებით და მასზე აგებული ბიზნეს მოდელებით, რომელიც მოიცავს იმ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ ერთმანეთში თანაფარდობას, რაც დღეს საქართველოს კი არა მსოფლიოს ჭირდება. რამდენად მაღალია დღეს პოპულარობა იმ ეკოპროდუქტის თუ ეკომომსახურების, რამდენად ითხოვს ხალხი მსგავს პირობითად მაღაზიაში არჩევანს ორ პროდუქტ შორის ერთ პირობითად ეკოფრენდლი და მეორე ცოტა გარემოზე დამაზიანებელი ეფექტის მქონეს ან პირობითად ბიოდეგრადირებადი პროდუქცია, რომელიც გამოყენების შემდეგ ადვილად გადამუშავდება ან ადვილად ერწყმის მიწას. რამდენად არის საზოგადოებაში ცნობიერება ამაღლებული და რამდენად ითხოვს ეს პროდუქციას ხალხი? ადრე სანამ მე მოხვდებოდი, ამ ეკოპროდუქტების პოპულარიზაციაში, ასე რომ ვთქვათ, ცოტა არ იყო ის მომენტიც, რომ ადამიანებმა ამის შესახებ არ იცოდნენ. მაგრამ ჩვენი მაქსიმალური ჩართულობით, ადამიანები, რომლებიც შემოგვიერთდნენ და ჩვენთან ერთად დაიწყეს ეკოსივრცის ნაბიჯების გადადგმა, ასე რომ ვთქვათ, ამ პროდუქტების გამოყენება, მათ ისინი დაარწმუნდნენ, რომ მართლაც საუკეთესო პროდუქტი იყო, ხარისხი იყო უმაღლესი, რომელიც არ იწვევდა არანაირ ზიანის მოტანას ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ასევე სამყაროსთვის, რაც ახლა თქვენ თქვით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნახეთ, ჩვენ ბაზარზე არსებული ძალიან ბევრი პროდუქტი ისეთი გვაქვს, რომელიც სამწუხაროდ აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, ისეთი პროდუქტები უნდა შევარჩიოთ და ისეთი პროდუქტებზე უნდა გავაკეთოთ რეკლამირება და გაშუქება, რომელიც იქნება ჩვენთვის საუკეთესო, ხო? რომ შეგვინარჩუნოს ჯანმრთელობა და თან ეკოლოგიაზეც ვიზრუნოთ და ზუსტად ეს პროდუქტები გახდა იმის საფუძველი, რომ ჩვენი ბიზნესი ყოფილიყო განვითარებადი, ჩვენ მოსახლეობისთვის და თვითონ მომხმარებლებისთვის მიგვეწოდებინა ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია და რა თქმა უნდა, მომსახურებაც ყოფილიყო ძალიან კარგად შესრულებული, რომ თითოეულ მათგანს ადვილად და სწრაფად ენახა თითოეული პროდუქტი. ქალბატონო, დაგისვათ შეკითხვას ახლა ლიდერ ქალთა საზოგადოების ჭრილში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მრავალრიცხოვანი მაყურებლისთვის. როდის და როგორ მოხდით ლიდერ ქალთა საზოგადოებაში და ასევე ორი სიტყვით რომ გითხრათ ამ ორგანიზაციის მნიშვნელობაზე, ასევე ქალბატონ ნათია შათირიშვილს პირდაპირ ეთერში მოვიკითხავ. როდის მოხდით ამ საზოგადოებაში? ამ საზოგადოებაში მე მოვხდი სექტემბერში, მე მგონი, დაახლოებით ალბათ გაზაფხულის მიწურულს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ლიდერ ქალთა საზოგადოების ყველა ჩანაწერებს უყურებდი ხოლმე და ძალიან მომწონდა ხოლმე ის ლიდერი ქალები, სტარტაპერი ქალები, როგორ ვითარდებოდნენ და ყოველთვის უყურებდი ამ გვერდს და ყოველთვის ვიყავი ხოლმე გულშემატკივარი ამ ქალბატონების და ერთხელაც მე მგონი იყო მეცხრე დაჯილდოების ცერემონიალის ძალიან ულამაზესი კადრები და ვთქვი, რომ რატომაც არა, რატომ მე არ შემიძლია ვიყო ამ საზოგადოების წევრი და მაშინვე არ ვიცი, ჩემ და უნებურად, ინსტინქტურად ავიღე ტელეფონი და შევედი პირად გვერდზე და მივწერე პირად საიტზე, რომ მე მსურს ვიყო თქვენი ჯგუფის წევრი და თუ ეს შესაძლებელია ჩემი ეკოპროდუქტებით, მე შემოვალ და გავერთიანდები თქვენ საზოგადოებაში და ძალიან მოხარული ვარ, რომ ნათია შათირიშვილმა დამრთა ნება ყოფილიყავი ამ უძლიერესი ადამიანების გვერდით, უძლიერესი ქალბატონების გვერდით და ეს არის მართლაც ის გადადგმული ნაბიჯი, რაც ჩემს ცხოვრებაში მართლაც საუკეთესოდ ითვლება, რადგან აი ამ დროს უკვე მივხვდი რა არის წარმატება, რა არის ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი იყო და რატომ უნდა იყოს თითოეული სტარტაპერი ადამიანი ამ ჯგუფის ძალიან ბევრი ავიღე ხა დღეს ჩემ თავზე, იმიტომ რომ ორი წამყვანი ვართ, თუმცა აუცილებლად უნდა დავუსვა შეკითხვა ვაკო ყორღანაშვილსაც, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვისაუბრია ვაკო, თუმცა ერთ საკითხზე არ გვისაუბრია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მრავალრიცხოვანი მაყურებლისთვის ზუსტად ქალბატონმა ნანამ როგორც ბრძანა რომ გაუჩნდეს ჩვენს მაყურებელს სურვილი, გახდეს ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი. ასევე BDC აკადემიასთან დაკავშირებითაც ანალოგიური
როგორ უნდა მოიქცეს და პირობითად რა არის თუ არა რაიმე კრიტერიუმი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ის, რომ გახდეს ლიდერ ქალთა საზოგადოების. კი ბატონო, ეს არის ყოველთვის მუდმივად ისეთი კითხვა, რომელიც ტრიალებს ქართულ ბაზარზე, როგორ უნდა გახდნენ ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი. მოგეხსენებათ, ჩვენ მაყურებელსაც მოეხსენება, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოებაში გაწევრიანებული არიან სხვადასხვა ტიპის სფეროში მოღვაწე ქალბატონები და ეს არ არის რაღაც ერთი კონკრეტული მიმართულება, ან მაგალითად მიაჩნიათ ხოლმე, რომ გულის წვეტით გვეუბნებიან ხოლმე, რომ აი მე ბიზნესი არ მაქვს და როგორ შემოგვიერთდით, ალბათ ვერასოდეს გავხდები თქვენი წევრი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ლიდერ ქალთა საზოგადოება სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ როგორც დამწყებ, როგორც მიმდინარე, თუნდაც იყოს ჩვენ რაღაც კონკრეტული მიზანი, რომ გავხდეთ ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი, ან მაგალითად გქონდეს რაღაც კონკრეტული საკუთარი ბიზნესი ან მეწარმეობა, ან ასე შემდეგ, ჩვენ იმისთვის ვართ სწორედ, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ, გამოცდილება შევუწყოთ მაქსიმალურად ხელი და განვითარდეთ როგორც ორგანიზაციის წევრები, ასევე ჩვენი ახალი წევრები. რა თქმა უნდა, ორგანიზაციის კარი ყოველთვის ღია, რაც თავარი არის ის, რომ ჩვენ ორგანიზაციაში ყავს სხვადასხვა სოციალური კლუბის წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტულ кейსებს იკვლევენ, მაგალითად, რამდენად შეესაბამება კონკრეტული პიროვნება ან კონკრეტული საქმიანობა ორგანიზაციის იმიჯს, რეპუტაციას, რადგან დამერწმუნებით ის, რომ საქართველოს ბაზარზე ოპერირებდა იყო ერთ-ერთი ან ერთადერთი წარმატებული ორგანიზაცია არ არის მარტივი და აუცილებელი არის ის, რომ რაღაც კონკრეტულ მინიმუმს მაკმაყოფილებდეთ იმას, რომ ორგანიზაციისათვის არ იყოს იმიჯის შემახავი, ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ჩვენ ვართ აპოლიტიკური ორგანიზაცია და ჩვენთან არანაირ შემთხვევაში არ განიხილება პოლიტიკა და ვიყოთ ის, რომ ეს კონკრეტული შესაბამისობა გქონდეს. არ არის რაღაც კონკრეტული ბექგრაუნდი საჭირო, რომ მაგალითად გქონდეს რაღაც 5-წლიანი ბიზნესი, 10-წლიანი ბიზნესი, 20-წლიანი ან რაღაც კონკრეტული სფეროს მიმართულებით ვიყოთ. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად ზრდაზე ორიენტირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და განვავითაროთ როგორც ორგანიზაციის წევრები, განვითარდეთ როგორც ორგანიზაციის ჩართულობით და ასე შემდეგ. ქალბატონი ნანა, ერთ კითხვას დაგისვამთ, თქვენ აღნიშნეთ ის, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხრივ ასრულებთ ძალიან ბევრი ინიციატივებს, სხვადასხვა ჯართულობები გაქვთ, ტრენინგები გაქვთ, აქტივობები გაქვთ, ასევე ვსმენთ ეკოლოგიურ გარემოზე, რომ მაქსიმალურად განვავითაროთ ჩვენს კონკრეტული საკითხი და ასევე განავითაროთ თქვენ საზოგადოებაში ცნობიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მაყურებლისთვის, რომელიც ახალ გვიყურებს, მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ თქვენ ქართულ ბაზარზე ოპერირება როგორ დაიწყეთ და მაგალითად, თუნდაც როგორი იყო თქვენი ნულოვანი კაპიტალი, ხომ თქვენ რა გამოცდილება მიიღეთ ამ წლების განმავლობაში, როგორც მცირე მეწარმე და რას ურჩევთ ჩვენს მაყურებელს? ანუ ნოლიდან დაწყება, არც თუ ისე ძალიან მარტივია ყველა სფეროში ბიზნესი, რომელიც მე დავიწყე, ეს იყო 5 წლის უკან და ეს ბიზნესი ითხოვდა ძალიან დიდ შრომას. შრომაში რა შედიოდა, აუცილებლად უნდა შეგესწავლა ყველანაირი პირობა, იმისა რომ ყოფილიყავი განვითარებადი და თუ ადამიანი სწავლის პროცესს არ დაიწყებს და თავის თავს არ განავითარებს, რა თქმა უნდა, ბიზნესშიც ვერაფერს ვერ მიაღწევს. ჩემი კაპიტალი დაიწყო სულ 0 ლარიდან, ყველა ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია მომართოს და 0 ლარიდან დაიწყოს საკუთარი ბიზნესი, ისე რომ აწარმოოს ძალიან მაგარი პროექტები და ჩაერთოს ბიზნეს მოდელებში, რასაც ეკოლოგიას თავაზობს და ეს არის მართლაც უმარტივესი გზა, რაც შეუძლია ყველა ადამიანმა გააკეთოს. როგორც გავაკეთე მე? მე უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი მქონდა იმისა, რომ ყოფილიყავი ეკოპროდუქციის მომხმარებელი ჯერ პირველად და შემდეგ უკვე, როცა შენი თავით იწყებ ეკოლოგიასთან მიმართებით ნაბიჯების გადადგმას, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე გასცემ ამ ინფორმაციას და ზუსტად ეს გახდა ჩემი ერთ-ერთი ბიზნესის წამყვანი იდეაც. და იმის ფიქრით, რომ შემექმნა ჯგუფი, ანუ გუნდი და თვითონმა ადამიანმა, რომელმაც მხარი დამიჭერა და ჩვენ დღემდე აქამდე მოვედით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემებიც გავიარეთ. იყო მაგალითად ფინანსური პრობლემებიც, იყო ასევე სკეპტიციზმიც, იყო ცნობიერების ნაკლები ცნობადობა ამ პროდუქტის მიმართ და აი ამ მომენტებში როცა ადამიანებს როცა
აცნობ ამ ყველა პროდუქციას, შენ თვითონ უნდა იყოს შენ თავში დარწმუნებული და მე როცა ეს სწავლა და ეს ყველაფერი გავიარე და ადაპტაცია განვახორციელე ჩემი თავის, აი ამ ეკო პროდუქტების შესახებ, იქ დავწუნდი რომ ეს საქმე არის ძალიან წარმატებული და ყველა ადამიანს შეუძლია რომ გახდეს წარმატებული თუ კი ის მოინტერესებს. ძალიან დიდი მადლობა, გადაცემა დასასრულს მეუახლოვდა. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო დიდი სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რუბრიკა სამშაბათობით დაბრუნდა. ნელ-ნელა უნდა დავასრულოთ გადაცემა და დავემშვიდობოთ მაყურებელს. ნანა ძულიაშვილი, ვაკო ყორღანაშვილი, გიგა თვაური მასპინძლობდნენ მონეტიზაციის დღევანდელი ლიდერ ქალთა საზოგადოების ბლოგს.